Salmებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე დღეს გადავწყვიტე რომ ჩავწერო გაშლა, რომელსაც ვუძღვნი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ახლა ცხოვრებაში აქვს რაღაც ისეთი სიტუაციები, სადაც არ იცით როგორ მოიქცეთ. რა თქმა უნდა, ზოგადად სულ რეკომენდაციას ვაძლევ ყველას, რომ ინდივიდუალური გაშლა გააკეთოთ კონკრეტულ სიტუაციაზე, რადგანაც უფრო სრულფასოვანი ახსნა განმარტებებს იგექნებათ, მაგრამ რადგანაც საჯარო გაშლა, რატომაც არ ვცადოთ საჯარო გაშლაც, ხო, რაღაც მსგავს თემაზე, რაც რაღაცნაირად მოგცემთ რაღაც გაიც რჩევას თუ როგორ მოიქცეთ ამა და იმ სიტუაციაში მეტნაკლებად, ხო, რა რეკომენდაციები იქნება, რა დაგეხმარებათ და ასე შემდეგ, ასე რომ ეს გაშლა ეძღვნება ადამიანებს, ვისაც აქვთ რაღაც ისეთი სიტუაცია და არ ვიცით რა გავაკეთოთ. რა ჯობია მოვიმოქმედოთ, ან რა შედეგი ექნება სიტუაციას, ხო, ზოგადად, ხო? ამ გაშლას ვაკეთებ დღეს. და ერთი წუთით ახლა მე ამბებს დავალაგებ და გეტყვით რა იქნება თქვენგან საჭირო, ხო? ესე იგი, რაც იქნება საჭირო აქ, ჯერ ავირჩიოთ პოზიცია. დავდებთ პოზიციებს. რომელიც იქნება სიგნიფიკაცია. ეს დაგეხმარებათ, რომ მიხვდეთ თქვენზეა თუ არა, ხო? კარგი. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა, მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა და მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია, მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია და მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა, ამ ეტაპზე, ცხოვრების ამ ეტაპზე, ხო, ასე გავაკეთებ უფრო კომფორტულად. ასე რომ აირჩიეთ, შეგიძლიათ ციფრი აირჩიოთ პირველიდან სამის ჩათვლით, შეგიძლიათ კარტა აირჩიოთ. კარტი აირჩიოთ ვისთვის, როგორ. ძალიან დიდი ხანს მოიფიქრებთ, შინაგანი იმპულსი რაც ექნება, ის აირჩიეთ. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, დაპაუზოთ, ჩვენ კი დავიწყოთ. დავიწყოთ პირველი პოზიციით, ესე იგი თვითონ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია. დავიწყოთ სიგნიფიკაციით. ტუზი პენტაკლების საინტერესო სიგნიფიკაცია. ოკეი, ტუზი პენტაკლების სიგნიფიკაცია. ეს ახლა ასეთ პოზიციაში არის პირველი პოზიცია თუ პირიქით არ არის. პოზიციაში არის არ არის. ნუ აქ ვიტყოდი შემდეგს, რომ პირველი პოზიცია ელოდება რაღაც შანსებს. პირველ პოზიციას უნდა შანსები, ხო? რადგანაც საჯარო გაშლა არის, რამოდენიმე ინტერპრეტირებას შემოგთავაზებთ ახლა მე ამ კარტის, აქ შესაძლოა იყოს ვიღაცასთან, ვიღაცა ელოდება რაღაც თანხებს. რომ უკეთესი ხარისხი მქონდეს ცხოვრების, ვიღაცა პირდაპირ თანხებს ელოდება, ვიღაცა სამსახურიდან ელოდება თანხას, ვიღაცა ელოდება, რომ რაღაც ამას გავყიდი და ფულს ავიღებ, ან რაღაცაში ჩავდებ ამ ფულს ბიზნეს გავხსნი, ხო? მაგრამ ანუ უფრო მატერიალური კარტი არის აქ, ესე იგი უფრო მატერიალური სიტუაციები არის აქ პირველ პოზიციის ცხოვრებაში სიგნიფიკაცია და ახლა ველოდებით რაღაც შანსებს და ეს შანსები მატერიალური სახით არის ჩვენ ცხოვრებაში. ცხოვრების უკეთეს ხარისხს, ან მაღალ თანხებს, ან უკეთეს თანხებს, ან კარგ სტაბილურ შემოსავალს, ან იმ შანსს, რაც ჩვენთვის არის შანსი, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია შანსი, საერთოდაც არ იყოს. ამიტომ აქ მე ველოდები იმას, რაც არის ჩემთვის საშანსო. მე ველოდები იმას, რასაც მე ვიმსახურებ. რაღაც ასეთი სიტუაცია არის, რომ რაღაც შანსებს ელოდება აქ პირველი პოზიცია ელოდება იმისთვის, რომ უფრო უკეთესი ცხოვრება ჰქონდეს, რაც ეხება მის ცხოვრებას და ასევე ვისთვისაც აქტუალურია მის ოჯახსაც ეხება ეს, რომ უფრო უკეთეს პირობებში ვიყოთ მაგალითად, ან უფრო მეტი შესაძლებლობები გქონდეს, ან სტაბილური შემოსავალი გქონდეს, ასე რომ ასეთი სიგნიფიკაცია არის აქ პირველ პოზიციასთან. კარგი. რას ვაკეთებთ ახლა? ახლა მაქვს თხოვნა პირველ პოზიციასთან, რომ კონკრეტულად ის სიტუაცია, რაც ახლა არის თქვენთვის, ასე რომ ვთქვათ, ცოტა გაუგებარი, გაურკვეველი ან რთული, ხო? ფოკუსირდით ამ რაღაც ერთი სიტუაცია ერჩიოთ, ფოკუსირდით ამ სიტუაციაზე და ჩვენ ვნახოთ ზოგადად რა სიტუაცია არის ეს და რა რეკომენდაციები იქნება ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რას გირჩევენ, ხო? ტარო რას გირჩევთ, ასე რომ ფოკუსირდით ამ კონკრეტულ სიტუაციაზე ახლა. ფოკუსირდეს პირველი პოზიცია იმ კონკრეტულ სიტუაციაზე, რაც ახლა გაწუხებთ, რასთანაც დაკავშირებით გაინტერესებთ, ნუ როგორ ჯობია რომ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ, რა მოვიმოქმედოთ, ხო? ფოკუსირდით.
და დავიწყოთ. თვითონ ეს სიტუაცია მაჩვენეთ, აი, რაც წარმოადგენს ახლა სირთულეს პირველი პოზიციის ცხოვრებაში, ხო? ეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მიხვდეთ, სათქვენოა ეს პოზიცია, თუ არა, ხო? რომ ნახოთ და ჩემთვისაც რომ ვიცოდე რა სიტუაციაზე ვსაუბრობ. თვითონ ეს სიტუაცია, რაც წარმოადგენს სირთულეს, რა წარმოადგენს კონკრეტულად ამ სიტუაციაში სირთულეს, რას ურჩევთ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით პირველ პოზიციას. კარგი. თვითონ სიტუაცია რა წარმოადგენს სირთულეს და რჩევა, ხო? თვითონ სიტუაცია. არასტაბილური სიტუაცია, რაც მოიცავს ემოციებს, ხო? რაც ემოციურად ჩართული ხართ ამ პროცესში, რაღაც არაპროგნოზირებადი, არასტაბილური ემოციური სიტუაცია. მაღალი დონის შფოთვა, მღელვარება, პესიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამოვა, ვერ გამოვა. ეს შესაძლოა ეხებოდეს რაღაც საქმეს, შესაძლოა ეხებოდეს რაღაც ურთიერთობას, ხო, რადგანაც საჯარო გაშლა არის, ვისთვის რა და როგორ იქნება, მაგრამ თავარი რაც არის აქ ის, რომ ეს სიტუაცია ძალიან გაღელვებთ, ძალიან გაშფოთებთ და აი როგორ ხართ, იცით, აი გონებად გამრთულია, არის მხოლოდ ემოციები ჩართული და რა გავაკეთო, საით წავიდე, რას მივმართო, ვის მივმართო, რაღაც, აი რაღაც ასეთი შეგრძნების დონეზე, აი რაღაც ასეთი სიტუაცია არის ახლა, რაც ძალიან აღელვებს აქ პირველ პოზიციას, ხო? კარგი, რა წარმოადგენს ამ სიტუაციაში სირთულეს? სინამდვილეში აქ წარმოადგენს სირთულეს, აი მე ვიტყოდი პირველ რიგში თქვენი ფიქრები. თქვენი აქ მაინც ვკითხოთ, აქ პირველ რიგში წარმოადგენს სირთულეს თვითონ პირველი პოზიციის სუბიექტური ფიქრები და ზოგადად ფიქრები, თუ მართლა რაღაც გარედანაც არის რაღაც რთული სიტუაცია. ფიქრები, თქვენი ფიქრები. გარედანაც არის, რა თქმა უნდა, აქ თქვენი ფიქრებით ძალიან ბევრი არის, ანუ ძალიან ბევრს ფიქრობთ და ცდილობთ, რომ იპოვოთ აქ გამოსავალი, როგორ რანაირად რა გზას მივმართო. პირველი პოზიცია აქტიურად ფიქრობს, რომ რა გზას დაადგეს, რას მიმართოს, როგორ იპოვოს ამ ძიმე სიტუაციიდან გამოსავალი და ცდილობს, რომ იპოვოს გამოსავალი და ასევე, რა თქმა უნდა, რეალურადაც არის აქ გარემოდან ისეთი სიტუაციები, რაც ასე რომ ვთქვათ, ხელის შემშლელია რა თქვენთვის, გიშლით ხელს. კარგი. რა მოიმოქმედოს ამ სიტუაციაში პირველ პოზიციაზე? რა მოიმოქმედოთ და უბრალოდ აი მე ვიტყოდი რაღაც ეს მძიმე სიტუაცია უბრალოდ უნდა გადაიაროთ. აი აქ არის ეს, რომ რამენაირად შეინარჩუნოთ, ეცადოთ ბალანსი. ძალიან ესეთი მძიმე არის ეს ვითარება, რასაც გადის ახლა პირველი პოზიცია. მართლა წუხვა რომ გადიხართ ამ ასეთ სირთულეებს, თუმცა იცოდეთ, რომ ეს დასრულებადია. ანუ ეს დასრულდება, ეს არ გაგრძელდება სამუდამოდ, რა თქმა უნდა. უბრალოდ აი ახლა ხართ იმ ფაზაში, რომ აი ეს უნდა ცოტათი უნდა გავძლოთ და აი დასრულდება, რა თქმა უნდა. აქ თვითონ პირველ პოზიციას რაც შეუძლია, რასაც აკეთებთ პრინციპში, რომ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას, ხო, მაგალითად თუ არის ეს რაღაც ტექნიკური ხარვეზი, თქვენ ცხოვრებაში ხო ტექნიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, ტექნიკური საკითხების გამოსწორება რაღაც მომენტში უფრო მეტად მარტივიც არის, ვიდრე ღრმა ემოციური სიტუაციების. ასე რომ აქ რა თქმა უნდა, რაც შეგიძლიათ თქვენს მხრიდან თქვენ ძალისხმევა გაიღეთ, მაგრამ ასევე დაელოდეთ თვითონ სიტუაციასაც. ხო, თვითონ სიტუაციაც მივა იმ ეტაპამდე, რომ უბრალოდ დასრულდება, მაგრამ თქვენს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ ეპიზოდებში შეინარჩუნოთ მხნეთ და შეინარჩუნოთ პოზიტიური აზროვნება, ხო? აი არ დაყაროთ ფარხმალი. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება პირველი პოზიციისთვის, რომ თქვენ ამ სიტუაციაში შეგიძლიათ ის, რომ უბრალოდ არ დანებდეთ და არ დაყაროთ ფარხმალი. აქ ესე იგი არ ჩამოყაროთ ყურები. აუცილებლად არ დაყაროთ ფარხმალი, რადგანაც ეს სიტუაცია დალაგდება, ხო, გამოსწორდება. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი გჯეროდეთ, რომ აი ცისარტყელა კიდევ იქნება თქვენს ცხოვრებაში და აი ეს მომენტი უბრალოდ უნდა გადალახოთ, გადაიაროთ, უბრალოდ ფაზა არის ასეთი, რაც უნდა გაიაროთ, მაგრამ საბოლოო, კარგი, რა შედეგი, საბოლოო შედეგი იქნება ამ სიტუაციაში? საბოლოოდ აქ მოგვარდება ეს სიტუაცია, ხო, რასთან დაკავშირებითაც არის ახლა ღელვარება, ხო, იქნება ეს რაღაც ფინანსური საკითხო თუ ვინმესთან დაკავშირებული. საბოლოო ჯამში აქ პირველი პოზიცია მას მეტნაკლებად რაღაც კი მოგვარდება ეს სიტუაცია, უბრალოდ აქ არის რაღაც გარკვეული ისინი, რა ქვია, როგორ თქვა, გაწელილი, ხო, რაღაც ისეთი სიტუაციები, ტყუილი,
აქ ასევე ტყუილიც არის ამ სიტუაციაში ვიღაციდან, ხო? ვიღაც თქვენს გარდა ვინც არის ამ სიტუაციაში ჩაფლული, აი იმისგან იგრძნობა აქ რაღაც გაურკვევლობა და ტყუილი. ამიტომ აქ მინდა ვთქვა, რომ ფრთხილად იყავით აი ამ ტყუილებთან დაკავშირებით და გააკეთეთ და მოიმოქმედეთ ისე, როგორც თქვენ გინდათ. აქ ნუიზამთ ისე, რომ აი გამოსავალი არ მაქვს და ამას უნდა დავთანხმდე და სხვა გზა არ არის, მსხვერპლის პოზიციაში არ ჩაყენოთ საკუთარი თავი და გააკეთეთ ისე, როგორც გინდათ თქვენ და ისე, როგორც იმსახურებთ თქვენ ამას. აი თქვენი თავი არ დაიმციროთ და არ დაიჩაგროთ. ეს თავარი მოწოდება არის, იმიტომ რომ აქ არის ვიღაც ამ სიტუაციაში თქვენთან ერთად, ვინც თავის, ასე ვთქვათ, თავის თამაშს თამაშობს და უნდათ რომ თქვენც გათამაშოთ ეს თამაში, თავის წესებით. ისე როგორც მას სურს და თქვენგან აქ საჭიროა რომ თქვენ ითამაშოთ თქვენი წესებით და დაიცვათ თქვენი წესები და ისე გააკეთოთ როგორც თქვენ გინდა და თქვენ გინდათ და როგორც იქნება უკეთესი თქვენთვის. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. რომ არ გააუფასუროთ თქვენი ინტერესები და თქვენი თავი. დაიცავით თქვენი ინტერესები, ხო? ბევრჯერ არის ჩვენს ცხოვრებაში ასეთ სიტუაციები, როდესაც სხვა ადამიანები ცდილობენ რომ ჩვენი საზღვრები დაარღვიონ. ამას ყველა სხვადასხვანაირად აკეთებს, ხო? ზოგი პირდაპირ გადმოდის შემოტევაზე, ზოგი ცფიერად და ღიმილით და ტკვითომ და ტკბილად აკეთებს ამას, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პირველი პოზიციისთვის, რომ არ დანებდეთ, არ დაყაროთ ფარხმალი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ენდეთ თქვენს ინტუიციას და გააკეთეთ ისე, როგორც გინდათ, იმიტომ რომ გჯეროდეთ თქვენი თავის. თქვენ ამას მოახერხებთ, მაგრამ თუ ამ სიტუაციაში დაყრით ფარხმალს და აქ გაყვებით იმ ადამიანის შემოთავაზებებს, ვინც რეალურად გატყვევთ და გათამაშებთ, ხო? მაშინ გაებებით ხაფანგში, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ფრთხილად იყავით ყურადღებით და გააკეთეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორი ამ სიტუაციაში, ხო? აი ისე როგორც თქვენ გინდათ, ისე როგორც უკეთესია თქვენთვის, აი ასე გააკეთეთ, ხო? რა თქმა უნდა, არ გულისხმობ იმას, რომ სხვა ზიანი მიაყენოთ. რამედ უბრალოდ გააკეთეთ ისე თქვენ როგორც მიგაჩნიათ სწორად. კარგი რჩევა აქ პირველ პოზიციას, რჩევა, რაც დაეხმარება, რაც გამოხმობს რჩევა. Shift your perspective. შეცვალე შენი პერსპექტივა, ხო? შეცვალეთ თქვენი პერსპექტივა, შეცვალეთ თქვენი ხედვა. რაღაც დონით, რაღაც სხვა რაკურსიდანაც შეხედეთ ამ სიტუაციას. ან ზოგადად შეცვალეთ სიტუაცია, ხო? თუ არ მოგწონთ. იქედან გამომდინარე, რისი შესაძლებლობაც გაქვთ. მე როგორც მივხვდი ამ სიტუაციაში მთავარია, რომ აუცილებლად პენტაკლების დედოფალი თქვენ დაიცვათ თქვენი ინტერესები. არ გაატაროთ სხვის ინტერესები. და ამით თქვენი არ უარყოთ. არამედ პირიქით, დაიცავით თქვენი თავი, თქვენი ინტერესები და გააკეთეთ ისე, როგორც არის აქტუალური თქვენთვის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ. ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აუცილებლად რა ვაკეთებთ იმას, რაც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად ჩვენ და რაც წარმოადგენს ფასეულობას ჩვენთვის. აი იმას ვაკეთებთ. რომ წარმატებები აქ პირველ პოზიციას, იმედია ეს ინფორმაცია რაღაცნაირად დაგეხმარებათ. მე ვეცადე ყოველ შემთხვევაში, ხოლო ვისაც სურვილი გაქვთ, რომ უფრო ღრმად ჩავშალოთ რაღაც საკითხები, გელოდებით ინდივიდუალურად ტარო სესიაზე ჩემთან. თუ მოგეწონათ ეს გაშლა, ლაიქი, კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი არხი, რა თქმა უნდა. მადლობა ყველას. მივესალმებ მეორე პოზიციას, ვნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია ახლა თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე და შემდეგ უკვე მივყვეთ სიტუაციას. ბედის ბორბალი, Wheel of Fortune, საინტერესოა. ეს როგორ სიგნიფიკაციაში ვართ? მეორე პოზიცია, ეს რა არის, რაღაც ახალ ეტაპში ვართ? თუ ტრიალებთ? მე ვიტყოდი აქ რაღაც რაკურსის შეცვლა არის ცხოვრებაში, რაღაცის შეცვლა, რაღაც როგორ თქვა, ტრანზიტული სიტუაცია. რაღაც ტრანზიტური სიტუაცია, რომელიც ხოთეს შორის თუ არის ფაზებთან ძალიან პირდაპირ კავშირში არის აქ მეორე პოზიციისთვის განსაკუთრებით და რაღაცეები იცვლის ელფერს მეორე პოზიციის ცხოვრებაში. რაღაცეები ბრუნავს, რაღაცეები იცვლება, რაღაცეები ბრუნდება, რაღაცეები კიდე მიდის და რაღაც აი ასეთი რაღაცნაირი გაურკვეველი სიტუაცია ჯერჯერობით. აქ უფრო მეტად მაინც მაინტერესებს რაღაც გარკვევა
არა, აქ გაურკვეველი სიტუაციები, გაურკვეველი ფაზა მეორე პოზიციის ცხოვრებაში. აი ცოტა ოდენ აი ისეთ იმაშია აქ მეორე პოზიცია მდგომარეობაში, რომ აი სად მივდივარ, რა ხდება საერთოდ, ხო? თითქოს რაღაციდან გამოდის, მაგრამ ამავდროულად სად მიდის და რანაირად მიდის გაურკვეველი. რაღაც ასეთი სიგნიფიკაცია არის აქ საინტერესო მეორე პოზიციის ცხოვრებაში ახლა კონკრეტულად ამ ეტაპზე, ხო? კარგი. ახლა მე მინდა გთხოვოთ თქვენ ის, რომ ფოკუსირდით იმ კონკრეტულად აირჩიეთ რაღაც ერთი თემა, რაც ძალიან განახლებთ, გაჯავრებთ და ნუ აქტუალურია თქვენთვის. ფოკუსირდით ამ მოცემულობაზე და ამ თემაზე. იქნება ეს ადამიანთან დაკავშირებით თუ სიტუაციასთან დაკავშირებით, ფოკუსირდით ამაზე და ჩვენ ვნახოთ თუ რა სიტუაცია არის ეს და რა მოიმოქმედოთ ამ სიტუაციაში, ხო? ნახოთ. ფოკუსირდით კარგად, კონკრეტულად იფიქრეთ იმ სიტუაციაზე, იმ მდგომარეობაზე, რაც გაწუხებთ ახლა და წარმოადგენთ პრობლემას და რასთან დაკავშირებით ისურვებდით მიიღოთ რაღაც რჩევა. აი, მთლიანად დამეყარა კარტი. ოკეი, თქვენ ფოკუსირდით, მე ავიღებ ამ კარტებს. ვაი. შეგარად რაღაც საინტერესო სიტუაციებია მეორე პოზიციასთან. კარგი. ნახოთ აბა ის სიტუაცია ზოგადად, რაც ახლა სინამდვილეში აწუხებს აქ მეორე პოზიციას და რა არის ეს, ხო? რაც აქ მეორე პოზიციამ ჩაიფიქრა რა სიტუაცია ეს ზოგადად რომ კონდეს მე წარმოდგენა, რაში არის ამ სიტუაციაში სირთულე სინამდვილეში და რა შეუძლია მოქმედოს მეორე პოზიციამ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. თვითონ ეს. აქ თვითონ სიტუაცია. ნუ აქ თვითონ სიტუაცია. აქ რაღაც ხო, აქ მეორე პოზიციას აქვს რაღაც თავისი გეგმები, რაც უნდა რომ მოხდეს და განხორციელდეს, მაგრამ არის გაურკვევლობა. გაურკვევლობა ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს, თუ როგორ მოხდება ეს. ეს შეიძლება იყოს ოცნებები, ვინმესთან დაკავშირებით, ან რაღაცასთან დაკავშირებით, ხო? და აქ ხო, რომ აი არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, არ ვიცით რა გავაკეთოთ, არ ვიცით რა მოვიმოქმედოთ. რაღაც ცოტაოდენ პესიმიზმიც იგრძნობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობაც, საკუთარ შესაძლებლობებშიც დაურწმუნებლობა, აი ამ კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით განსაკუთრებით, ხო, რაღაც ასეთი სიტუაცია. რაში არის რეალურად სირთულე ამ სიტუაციის? არ არის სტაბილურობა და არ არის გარკვევლობა, არ არის კონკრეტულობა ამ სიტუაციაში, არის რაღაც ბუნდოვანება და გაურკვევლობა, ხო? ამ სიტუაციაში არის რაღაც ხო, ნუ ბუნდოვანება, unpredictable სიტუაცია, ანუ რო ვერ განჭვრეთ ისეთ სიტუაცია. აი, არ იცი მეორე წუთს რა შეიცვლება ამ სიტუაციაში და ეს არის სირთულე. ასე ამ სიტუაციაში შესაძლოა იყოს კომუნიკაციის პრობლემა, ხო? თუ ამ სიტუაციაში თქვენს გარდა არიან კიდევ ვიღაც სხვა ადამიანები ან ადამიანი, ამ ადამიანთან ან ადამიანებებთან არის კომუნიკაციის პრობლემა, დამახინჯებული გაცვლა-გამოცვლა ინფორმაციის. თქვენ რაც გესმით, თქვენ აწვდით, მაგრამ იმას ესმის სხვანაირად, აღიქვამს სრულიად სხვანაირად სიტუაციას და აი რაღაც ამ კომუნიკაციის პრობლემაც შესაძლოა იყოს აქ, რაც უფრო მეტად ართულებს აი ამ კონკრეტულ ვითარებას რაღაცას, ხო? კარგი, აქ თვითონ კომუნიკაცია გვაქვს. არა, კომუნიკაციის პრობლემა ქაშკარად არის ძალიან მწვავედ, ხო, ამ სიტუაციაში. კარგი, მაშინ ნუ ნახოთ ამ სიტუაციაში რა შეუძლია აქ მეორე პოზიციას. რა შეუძლია და უბრალოდ აქ უბრალოდ დაიცვათ თქვენი ინტერესები თუ რაღაც აქ შეგიძლიათ თუ აქ მეორე პოზიციისთვის ეს ინფორმაცია აქტუალური და თუ თქვენ გაქვთ იმის სურვილი რომ აქ ვინც არის ხო ამ სიტუაციაში ადამიანი თქვენს გარდა იმასთან რაღაცი კომუნიკაციო და ამის შესაძლებლობა გაქვთ თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტად გამართული კომუნიკაცია წარმართოთ ასე რომ ვთქვათ რას ნიშნავს ეს მაგალითად ისაუბროთ ამ ადამიანს ესაუბროთ, ხო? მე ველოდებოდი ამას და ამას, ან ჩემი მოლოდინი იყო ეს, ან მე მინდა რომ რაღაც ასე გავარკვევთ ეს სიტუაცია, ან თუ გაქვთ რაღაც დაგროვილი ემოციები, გამოუხატავი სიტყვები, გრძნობები და ეს ყველაფერი, ხო, ეს ყველაფერი ხმამაღლაც თქვათ, წარმოთქვათ ამ ადამიანთან ერთად, რაღაც გაარჩიოთ სიტუაცია, დაალაგოთ სიტუაცია.
თქვათ პირდაპირ ის რაც გინდათ რომ თქვათ. აი ეს შეგიძლიათ გააკეთოთ. ვისთვისაც ეს რა თქმა უნდა წარმოადგენს აქტუალურობას, ვისთვისაც არა, თქვენი არჩევანია. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ რა ასპექტი? ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ არ აყვეთ თქვენ რაღაც შინაგან ინსტინქტებს, თქვენს შინაგან იმპულსებს და ვნებებს და მოიქცეთ წინ დახედულად და ჩართოთ თქვენი ცივი გონება, ასე რომ ვთქვათ, ხო, რაღაც ცივი გონება ჩართოთ, წინ დახედულები ვიყოთ და უფრო მეტი ბრძნულად მოვიქცეთ და არა სულ სწრაფად, იმპულსურად, აგრესიულად და რაღაც მსგავსად, ხო, პირიქით აქ ძალიან მნიშვნელოვანია ნაკლები სიჩქარე, მეტი კონტროლი სიტუაციაზე, მეტი გეგმა, მეტი სტრატეგია, მეტი დაალგებულობა. აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში. თქვენ უნდა იყოთ აქ ის, ვინც მართავს სიტუაციას, უნდა იყოთ ის, ვინც გენერატორია იდეების, გეგმების, ანუ თქვენგან აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ არ აჩქარდეთ და სწრაფად არ დაიწყოთ რაღაცების კეთება, არამედ დაფიქრდეთ, ჩამოყალიბდეთ, რა გსურთ ამ სიტუაციაში, ან კონკრეტულად ამ ადამიანიდან რა გინდათ, ხო? როგორ შეგიძლიათ გაარკვევთ ეს სიტუაცია. გაჩნია, რა თქმა უნდა, ახლა უამრავი სხვადასხვა კონტექსტი გექნებათ, ხო? იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა ადამიანია და ყველას ინდივიდუალური სიტუაციები აქვს, მაგრამ ზოგადად, რაც არ უნდა იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ აჩქარდეთ, ჩამოყალიბდეთ, რა მინდა, როგორ, რანაირად, რა რეალურად შემიძლია ამ სიტუაციაში რომ მოვიმოქმედო და იქიდან გამომდინარე რისი შესაძლებლობაც გაქვთ, თქვენ გადადგათ ის ნაბიჯები, რაც დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტად გაარკვიოთ ეს სიტუაცია, რომ თქვენი, ასე რომ ვთქვათ, მოლოდინები შეესაბამებოდეს რეალობას, ან უბრალოდ თქვენ თქვათ თქვენი სათქმელი. ხო? მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან სტრუქტურირებული, დაფიქრებულად, გადადგმული ნაბიჯები და ნათქვამი სიტყვები და ნელ-ნელა, რეალურად, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ. კარგი, ამ რაღაც სიტუაციის შედეგი, რაც ახლა აწუხებს მეორე პოზიციას. სავარაუდოა, სავარაუდო შედეგი ამ სიტუაციის ეს მინდა გავიგო. აქ დიდი ალბათობაა, რომ თქვენ რაღაც რეალობიდან უფრო მეტად, როგორ თქვა, უფრო მეტად არარეალისტურად აფასებთ ამ მოვლენებს, ამ სიტუაციას თვითონ რაც შეიფიქრეთ აქ მეორე პოზიციაში. ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ რეალურად გადავხედოთ სიტუაციას და არ გქონდეს რაღაც ისეთი ცრუ მოლოდინები ამ სიტუაციას, სულ ემოციები. ხო, რომ არ გქონდეთ რაღაც ეს მოლოდინები და აკონტროლოთ საკუთარი ემოციები. აიყვანეთ თავი ხელში, ხო, აი აქ არის ასეთი ის, რომ აიყვანეთ თავი ხელში, რომ არ კარაქი რო ღვება ტაფაზე, ხო, ცხელტაფაზე, აი ასე არ გალღვეთ, ასე არ გაიფანტოთ. შეკრიბეთ საკუთარი თავი, მოკრიბეთ ხელებში და აიყვანეთ სიტუაცია ხელში, აკონტროლებთ თქვენი ემოციები, არ მიუშვათ თქვენი თავი იმაზე, რომ აი ვიღაც ტოქსიკმა გაგაბათ სადღაც რაღაცაში და თქვენც ჩაებით და ხართ ვიხაშებით ამ ყველაფერში, ხო? არა, არ მიცეთ არავის ამის უფლება, თქვით თქვენი სათქმელი, გარკვეთ სიტუაცია და არ ამყოფოთ საკუთარი თავი რაღაც გაურკვევლობაში და კიდევ ერთხელ მსხვერპლის პოზიციაში. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეორე პოზიცია არ იყოს მოტყუებული. და არ დაგტოვოთ აი სიტუაცია მან ვიღაცამ, აი უბრალოდ ისე ყველაფრის გარეშე, ხო? ამიტომ აქ რა გამოადგება დაამსხვრეთ თქვენი შიშები. აქ ტრანსფორმაცია გექნებათ, აი ამ ყველაფრის სახით, რომ თქვენ არ იმოქმედოთ ძალიან ემოციურად. აი ამ შიშების და პანიკის და შფოთვის ფონზე ძალიან ისეთ რაღაცები შეიძლება გაკეთოთ, რაც არც ისე, როგორ თქვა, დადებითად იმოქმედებს თქვენს სიტუაციაზე. ამიტომ ეცადეთ, რომ აი რაც მიდის თქვენ ცხოვრებიდან, ან ვინც მიდის, უბრალოდ გაუშვით, ნუ ჩაეპოტინებით ამ სიტუაციებს, ხო, ნუ ეცადეთ, რომ არ შეუშინდეთ, ეს უბრალოდ ესეთი ძალიან ტრანსფორმაციული ეტაპია თქვენ ცხოვრებაში. უბრალოდ უნდა გაიაროთ ეს ეტაპი. კარგი, რა დაეხმარება მეორე პოზიციას ამ ეტაპის განმავლობაში? აქ შეიძლება იყოს თქვენს ირგვლივ ისეთი ადამიანი, ვინც გეხმარებათ, რომ დაგამიწოთ. შეიძლება ეს იყოს მეგობარი, ოჯახის წევრი, ნაცნობი, ხო, ნათესავი, არ ვიცი, მაგრამ აქ არის ესეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია თქვენი დამიწება, ვისთან შეგიძლიათ ისაუბროთ, ვინც დაგეხმარებათ, ხო, რომ ამ სიტუაციას მეტნაკლებად რაღაც გაუმკლავდეთ. და რჩევა.
Believing is seeing. რისიც ჯერა იმას ვხედავ, ხო? რისიც გჯერათ, ხედავთ იმას. ამიტომ მე ვიტყოდი აქ რეალურად უბრალოდ დაინახეთ. რეალობა უბრალოდ დაინახეთ, ხო? და არა ისე რომ აი მე მინდა რომ ეს დავინახო და მე ვხედავ ამას და მე ეს არ მინდა რომ დავინახო და არ ვხედავ ამას, ხო? არამედ რეალურად დაინახეთ ის რაც არის თქვენს წინ. მოლოდინების გარეშე ეს მწარი ამის გაკეთება. თუმცა ეს დაგეხმარებათ, რომ რაღაც ცრუ მოლოდინები არ შეგექმნათ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ხო? ძალიან რთულია ზუსტად თქვა, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა სიტუაცია, ბევრი ყველა სხვადასხვა რაღაცას ჩაიფიქრებს ახლა რა თქმა უნდა და ამიტომ ზოგადად ძალიან ისე აბსტრაქტულად ასეთი მოცემულობა და ვისაც უფრო მეტად რაღაც დეტალურად გაინტერესებთ რომ გავარჩიოთ სიტუაცია გელოდებით ინდივიდუალურ დაროსისებზე ნომერი კონტაქტები მითითებულია ყველაფერი ამ ვიდეოს ქვემოთ წარმატებები ყველას თუ ეს გაშლა მოგეწონათ აუცილებლად დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი მივესალმები მესამე პოზიციას ვნახოთ მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ცხოვრების ამ ეტაპზე პაჟი ხმლების მესამე პოზიცია რაღაცას აკვირდება ვიღაცებს აკვირდება რაღაცას აკვირდება ან სწავლობს ხო რაღაცის შესწავლაში ან დაგეგმაში აქ ვიღაცები რაღაცას გეგმავენ რა როგორი მოქმედო წინი ხედებიან რაღაც სიტუაციას აკვირდებიან აფასებენ მოვლენებს ან ვიღაცები შესაძლოა წყვეტენ რომ ოკეი შევისწავლი ამას მან შევისწავლი ამას ან ვისწავლი ამას ან დავიწყოთ ამის სწავლა ან ამის კითხვა ხო ერთი სიტყვით შემეცნებითი პროცესები დაკვირვება შემეცნება დაგეგმა რაღაც ამ ენერგიებში არის ახლა მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა ამ ეტაპზე კარგი პრინციპში აქ არ ჩავეკითხებ იმიტომ რომ გასაკეთებია ჩემთვის ახლა რაც გვინდა რაც გვაინტერესებს ხო ფოკუსირდით კონკრეტულად იმ სიტუაციაზე რაც აი გაწუხებთ და რასთან დაკავშირებითაც გინდათ მოისმინოთ რაღაც რეკომენდაცია ხო როგორ მოიქცეთ ამ რაღაც ასე რომ ფოკუსირდით ამ სიტუაციაზე ამ პრობლემაზე ხო ну რაც არის ფოკუსირდით კონკრეტულად ერთზე ფოკუსირდით მასზე ის სიტუაცია რაც ახლა აწუხებს მესამე პოზიციას თვითონ ეს რა წარმოადგენს პრობლემას რეალურად ამ სიტუაციაში და როგორ იმოქმედოს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ნახოთ. რა ჩაიფიქრა აქ მესამე პოზიცია. ну აქ რაღაც სიტუაციის განმუხტვასთან დაკავშირებით არის თემა, რაღაცის გადაჭრა, რაღაცის მოგვარება. შესაძლოა ეს იყოს კონკრეტული ადამიანი, შესაძლოა ეს იყოს რაღაც სტრუქტურები, ხო, სახელმწიფო სტრუქტურები, ან ორგანიზაციები, ან ორგანიზაცია, ან ვიღაც ერთი ადამიანი, ხო? ну ზოგადად რაღაცის მოგვარება, რაღაცის გარკვევა, ინფორმაციის მიღება და მოგვარება. ეს არის ის, რაც აინტერესებს. ვიღაცისთვის ასევე შესაძლოა ეს იყოს რაღაც საბუთების თემაც. ამასაც დავუშვებ, ესეც შესაძლებელია, ხო? ну კონტექსტი ბევრნაირია აქ, ამიტომ ყველას ვაჟღერებ, რომ თქვენ დაიჭიროთ თქვენთვის ისეთი აქტუალური ვარიაცია და ვარიანტი. ოკეი, რა წარმოადგენს პრობლემას ამ სიტუაციაში? ემოციები, ღელვარება, შიში, შფოთვა, აქ ემოციები. ვაიმე, ძალიან ბევრი ემოციები. აქ არის ძალიან დიდი შიში, შფოთვა, პესიმიზმი, რომ აი არ გამოვა, რაღაც ისეთი პესიმისტური ის, რომ არ გამოვა, არა, თუ ადამიანს ეხება, არა ეს მატყუებს, ან სიტუაცია, არა მე არ ვენდობი ამ სიტუაციას, აქ რაღაცა არ არის ისე, რომ უნდა, არა მე მომატყუებენ, არა ეს ისე არ არის და აი ძალიან დიდი პესიმიზმი, ნეგატივი, უნდობლობა ადამიანის მიმართ, სიტუაციის მიმართ და ეს ყველაფერი წარმოადგენს რეალურად აქ პრობლემას. ესე იგი, თვითონ მესამე პოზიცია. კი, სამართლიანობის მიხედვით თვითონ თქვენ უყურებთ, აღიქვამთ ამ სიტუაციას, აი უსამართლოდ, ან ისე რომ თქვენ გატყუებენ, ან მოგატყუებენ, ან ну ისე აღიქვამთ, ხო, თქვენ თვითონ. კარგი, როგორ ვიმოქმედოთ აქ? ვენდოთ სიტუაციას, ხო? ну აქ თვითონ აი ამ ადამიანთან ერთად თუ სიტუაციას ენდოს. არა,
აქ სავარაუდოდ არის სხვა ადამიანი ან სხვა ადამიანები და აი ამ ადამიანთან ერთად ან ადამიანებთან რაღაც კომპრომისი დიპლომატიური საუბრები რო გავმართოთ, ხო? მარტო ჩვენ არ გადავწყვიტოთ რამე, არამედ ერთობლივად რაღაცაზე შევჯერდეთ, ხო? შვიდად წნარად რაღაცაზე ვისაუბროთ იმაზე, თუ მაგალითად რა მინდა მე, რა მსურს მე და გავერკვეთ. ლაღად, რაღაც ღელვის გარეშე, მავნე თამაშების გარეშე, манипуляციების გარეშე არამედ გულახდილად, ლაღად ისე რომ ორივემ ჩვენ ინტერესები დავიკმაყოფილოთ და რაღაც მივიდეთ რაღაც კომპრომისამდე, ხო? ესე იგი, კარგი, ესე იგი, აქ მესამე პოზიციას შეუძლია მოიმოქმედოს ის, რომ უფრო მეტი დიპლომატია, უფრო მეტი ქმედება, გახსნილობა და მზაობა ქმედებისკენ, რომ აი მე აქა ვარ. თქვენ შემომთავაზეთ, მეც შემოგთავაზებთ და ჩვენ გადავჭრათ და გადავწყვიტოთ ასე თუ ასე თუ ასე, ხო? აი რაღაც ასეთი მუხტი არის აქ მესამე პოზიციასთან. კარგი, თვითონ ამ სიტუაციის შედეგი. ამ სიტუაციის შედეგი არის ის, რომ რაღაც მიხვიდეთ შეთანხმებამდე. თუ თქვენც იმოქმედებთ, აქ წყვილები ამოდის, აქ მეფე დედოფალიც ამოვიდა წყვილი, King of Cups, Queen of Cups-აც ამოვიდა წყვილი, ასე რომ აქ არის იმაზე, რომ დიდი ალბათობა ან შეთანხმდეთ, ან ვისაც რომანტიული კონტექსტი აქვს, რომანტიულ წყვილამდე მიხვიდეთ, ხო? ერთი სიტყვით აქ არის იმის შესაძლებლობა, რომ სიტუაცია რაღაც გამოიყვანოთ ამ დაკიდებულ მდგომარეობიდან და მიხვიდეთ რაღაც შეთანხმებამდე. მაგრამ ამისთვის მესამე პოზიციისგან საჭირო იქნება მეტი მოქნილობა. არა სიჯიუტე და არამე ასე მინდა, არამედ უფრო მეტი მოქნილობა და მზაობა სხვადასხვა კომპრომისისთვის და შეთავაზებისთვის. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქ მესამე პოზიციასთან. თუ წინა ორი პოზიცია სხვანაირი იყო, აქ საერთოდ სხვა ვითარება აქ არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ მეტად მოქნილები იმ გაგებით, რომ მზად იყოთ კომპრომისზე წასასვლელად და არა ის, რომ აი ეს მინდა და ეს მინდა. აი რაღაც ვირზე რო შეჯდება ადამიანი და არა მხოლოდ ეს უნდა, ხო? აი ასე რა თქმა უნდა არ გამოვა ეს სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად flexible ვიყოთ ამ სიტუაციაში, მოქნილები, მოვირგოთ სიტუაციას და თან ისე, რომ ჩვენც რაღაც ჩვენი, ასე რომ ვთქვათ, მოგებაც ვნახოთ ამ სიტუაციაში. კომპრომისი იქნება იდეალური აქ, ხო? მე არ ვიცი რა კონტექსტებია აქ ადამიანებს, იმიტომ რომ ბუნებრივია ყველა ჩაიფიქრებს რაღაც სხვადასხვა სიტუაციებს. ამიტომ ძალიან აბსტრაქტულად ვსაუბრობ, რომ რაღაც აიღოთ რაღაც რჩევები ან ის ინფორმაცია, რაც დაგეხმარებათ ამ სიტუაციაზე. ბალანსის პოვნაში ხო ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი. რაღაც დაიწონას ეფექტი, რომ თქვენც და იმ მეორე მხარემაც რაღაც ის კომპრომისი, ასე რომ ვთქვათ, იპოვოთ. ხანდახან არის, რომ მსგავსი სიტუაციები არ გამოდის, მაგრამ აი ამ შემთხვევაში არის ამის შესაძლებლობა მესამე პოზიციასთან და დიდი პერსპექტივაც არის ამისი. კარგი, რჩევა. მოვივარ და რჩევა. I'm fulfilled by love and I'm a light in the world. რჩევა ის, რომ გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ სავსე სიყვარულით. ან ზოგადად იყავით სავსე სიყვარულით და არა სიძულვილით. და თქვენ ხართ შუქი. ამ სამყაროზე თითო ადამიანი ატარებს ამ შუქს. ასე რომ ვიყოთ სავსე სიყვარულით, დადებითი ენერგიით და ემოციებით და გავუშვათ ამ სამყაროში ნათელი შუქი და არა სიძულვილის და ბრაზის და აგრესიის და ასე შემდეგ. ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ასე რომ ასეთი ინფორმაცია, ასეთი ვითარება წარმატებებს უსურვებ მესამე პოზიციას, ვისაც სურვილი აქვს, რომ უფრო მეტად ღრმად ჩავშალოთ და განვიხილოთ თქვენი სიტუაციები, გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, კონტაქტები, როგორ დამიკავშირდეთ, მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ. გთხოვთ მომწერეთ, მირეკავთ და მიმესიჯებთ თვითონ მობილურ ნომერზე, არ ვნახულობ მაგას, თვითონ აპლიკაციებში, ან WhatsApp-ში, Telegram-ში, Viber-ში, Instagram-ზე შემიხმიანეთ. ეგ არ არის დღესდღეობით რთული, ხო? ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ყველას და თუ მოგეწონათ ეს გაშლა აუცილებლად ლაიქ და კომენტარით და გამოიწერეთ ჩემი არხი დროებით.